გამარჯობა, მე ჰიდავარ და მე 160 IQ მაქვს. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ახალი smartphone, ახალი ბრენდი, რომელიც სულ ახლახანს შემოვიდა საქართველოში. მოდელი, რომელსაც დღეს განვყუთავთ, გაახლავთ Haier Elegance i9. ეს არის ბიუჯეტური მოდელი, თუმცა ნამდვილად გამორჩეულია თავისი თითოეული დეტალით. სანამ უშუალოდ გავხსნიდეთ, მინდა ამ ბრენდზე გითხრათ ორიოდე სიტყვა. ზოგადად ახალი ბრენდი ყოველთვის საინტერესოა ბაზარზე, რადგან ისინი ცდილობენ მაღალ ხარისხიანი და დიდი მონაცემების მქონე პროდუქტი იაფ ფასში მიყიდონ მომხმარებლებს და ამით დაიმკვიდრონ თავი. რაც შეიძლება ითქვას ძალიან სწორი მიდგომაა. თუ გვინდა 3000 ან 4000 ლარი გადავიხადოთ რაიმე ბრენდულ მობილურში, ეს კარგია. თუმცა ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მაქსიმალური მონაცემები მინიმალურ ფასში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბრენდი. და ესეც კარგია. რაც შეეხება თვითონ ბრენდს, Haiers, ეს გახლავთ ჩინური ბრენდი, რომელიც ჯერ კიდევ 1984 წელს დაარსდა. დღეს კი მსოფლიოში გიგანტური ბრენდია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მაცევრების წარმოებაა და მთელი მსოფლიოს ბაზრის ყველაზე დიდი 10%-იანი წილი უჭირავს ამ ნიშაში. ასეთი გიგანტი ტექნიკის სფეროში, როგორ smartphones შემოგთავაზებს, მე მგონი ძალიან საინტერესო უნდა იყოს. თანაც უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი. ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, მოდი გავხსნათ და ვნახოთ რა დევს ჩვენს ლამაზ ყუთში. ერთი რაც თავიდანვე უნდა გავითვალისწინოთ, ეს იქნება მისი სახელი. Haier Elegance i9. სახელიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი ყურადღება იქნება დათმობილი მის ელეგანტურობას, დიზაინი, კორპუსი და ასე შემდეგ. ყუთიც საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება. ტელეფონი საკმაოდ მძიმეა. აწერია კიდევაც, რომ მეტალის კორპუსი აქვს. სხვა დანარჩენ დეტალებზე ჩავთვალოთ და თან მოგიყვებით. მანამდე კი ვნახოთ რა დევს კიდევ ყუთში. ეს ჩვეულებრივი სატენი და ასევე USB გადამყვანი. ასევე ასეთი გასაღები და ასევე ესეთი პატარა გადამყვანი. თუ ეს მოყვება, მაშინ როგორც წესი ამ ტელეფონს არ უნდა კონდეს ხურსასმენების პორტი. ნამდვილად არ აქვს. აქვს მხოლოდ ერთი USB Type-C პორტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ხურსასმენების შესაერთებლად უნდა გამოვიყენოთ ეს პორტი. ეს ალბათ დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, ვერ გეტყვით. თუმცა ძალიან საინტერესოა. აუცილებლად გავტესტავთ სხვა ფუნქციებთან ერთად. ეკრანის ზომა გვაქვს 5.99 მიასედი ინჩი, PPI 279, ანუ პიქსელების სიმჭიდროვე თითო ინჩზე. ეკრანის რეზოლუცია 720x1440-ზე. პროცესორი Cortex A53 quad-core, შიდა მეხსიერება 16 GB და ასევე მიკროჩიპის ჩადების პერსპექტივით 256 GB-მდე. ოპერატიული მეხსიერება გვაქვს 2 GB. სიმბარათი შეგვიძლია ჩავდოთ 2. რაც შეეხება კამერებს, უკანა კამერები არის 16+2 მეგაპიქსელი, რაც საკმაოდ კარგია. იღებს Full HD ვიდეოებს 30 კადრით წამში. წინა კამერები კი არის 8+2 მეგაპიქსელი. Android სისტემა 8.1 Go Edition, ასევე ელემენტი 3000 mAh. უკანა კამერებთან არის განათებაც, რაც ბუნებრივი და კარგია, თუმცა წინა მხრიდანაც აქვს ეს ფუნქცია, რაც კიდევ უფრო კარგია. და რაც შეეხება ყურსასმენს, ასე უნდა გამოვიყენოთ. იქედან გამომდინარე, რომ ამ ტელეფონს აქვს USB Type-C, ეს ნიშნავს, რომ ეს ტელეფონი გაცილებით სწრაფად იტანება ვიდრე ნებისმიერი სხვა, რომელსაც ეს ფუნქცია არ აქვს. Fast charge ძალიან კარგი რამეა. ასევე აქვს face detection-ი, სახის ამომცნობი. მოდი ესეც გავტესტოთ და ვნახოთ რამდენად კომფორტულია. ძალიან მომეწონა ეს ფუნქცია. ტელეფონს ადევს PIN კოდი, ანუ ყოველი ჩართვისას კოდი უნდა შევიყვანოთ. თუმცა დიდი ხნის მანძილზე სახის ამომცნობის გამო ეს ტელეფონი ისე შემიძლია გამოვიყენო, რომ არც კი გამახსენდეს, რომ PIN კოდი ადევს, რადგან საერთოდ არ იგრძნობა რაიმე შეყოვნება ან რაიმე მსგავსი, რაც ძალიან საინტერესო და კომფორტულია. არანაირი delay არ აქვს. არ ამგონია რაიმე თამაშის გახსნა გაუჭირდეს ამ ტელეფონს, თუმცა მოდი ამ კუთხითაც გავტესტოთ.
როგორც გითხარით, ამ ვიზუალურად დახვეწილ მოდელს ჰქვია Haier Elegance i9 და მისი ფასია 399 ლარი ელექტრონიკა ჯიზე. ჩემი ინფორმაციით, მხოლოდ ელექტრონიკა ჯიზია მისი შეძენა შესაძლებელი. და ამ ელეგანტური მოდელის გარდა სხვა ბიუჯეტური მოდელებიც არსებობს, სადაც უფრო ყურადღება გამახვილებულია დიდ მონაცემებზე. მაგალითად Haier i8, რომელსაც 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს და 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ასევე სხვა ბევრი კარგი მონაცემი და თითქმის იგივე ფასი. კიდევ უფრო იაფიანი მოდელებიც არსებობს, მაგალითად Haier Alpha A3 Lite. ამ ტელეფონს აქვს ორი კამერა, 8+2 მეგაპიქსელით, 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, 256 გიგაბაიტამდე ჩიპის წაკითხვით. და ღირს სულ რაღაც 229 ლარი. ეს ტელეფონი არის Haier Alpha A3 Lite, თუმცა არსებობს ჩვეულებრივი A3-იც, რომელსაც ასევე აქვს ორი კამერა 8+2 მეგაპიქსელით, 16 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ეს ყველაფერი სულ რაღაც 279 ლარად. მოკლედ არჩევანი საკმაოდ დიდია. ლინკებს დაგიტოვებთ აღწერაში და გადახედეთ თუ დაგაინტერესებთ რა თქმა უნდა. ჩემი ნაკლებად მოგზალებული აზრით ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ბიუჯეტურ smartphone-ებში და თუ თქვენ მოგეწონათ ვიდეო, ამას არაფერი ჯობია. ნახვამდის.